აი ასე არის კარიერაში ამთავრებს ქუთაისში, ხოლო სალომე იწყებს შეიძლება ეთქვა. ჩვენ კი სხვა სიახლეებზეც მოვიყვებით თბილისის ისტორიის მუზეუმი მოსპინძლებს მხატვარ სალომე ჯიბლაძის პირველ პერსონალურ გამოფენას. გამოფენაზე სახელწოდებით დროის გასაყარზე წარმოდგენილია მხატვრის მიერ სხვადასხვა დროს შექმნილი ფერწერული ნამუშევრები, სადაც დროის როგორც კონცეპტუალური ჩანაფიქრის ასპექტებია მოცემული. ექსპოზიცია დამთვალიერებელს ახალგაზრდა ხელოვნებას გასცნობს, რომელიც ქარვასლაში დროისა და მისი საზღვრების თემაზე შექმნილი ნამუშევრების სერიას წარმოადგენს. გამოფენა დროის გასაყარზე 20 ივნისამდე გაგრძელდება. ძალიან დიდი ხანია ფრუნჭი ხელში არ ამიღია. ამ 6 თვის წინ ხატვის მომინდა რომ დავიწყე ვეღარც ჩერდებოდი და მაგით დავარქვი ჩემ გამოფენას დროის გასაყარზე მინდა ჩემ გარშემო ცხოვრება გაავაფერადო ცოტა. მაგ 18 ნამუშევარი წარმოდგენილი შერეული ტექნიკით, არა მაგ კონკრეტული თემა. დამთვალიერებელი, რომელიც სალომე ჯიბლაძის გამოფენას იხილავს, უპირველეს ყოვლისა განიმსჭვალება მისი გასაოცარი პოზიტივიზმით, რაც ახასიათებს ამ მხატვარს. უდაოდ იგრძნობა ის, რომ ეს სხვადასხვა ეტაპზე შექმნილი ნამუშევრები დროის აღქმითი სივრცის შეგრძნებით არის გაერთიანებული. იცით, ეს ხან არსებობს მხატვრის შემოქმედებაში ამის განცდა, ხანდახან არ არსებობს. ჩვენ ამას ვერ ვიტყვით, საიდან მოდის და საიდან იბადება. ეს წმინდა ინტუიტიური მომენტია, ეს წმინდა ინტუიტიური კონტექსტია, რომელიც სალომეს შემოქმედებას ახასიათებს, როგორ თემატიკაში და სივრცეშიც არ უნდა იყოს ის განსხეულებული.